თემაზე სასაუბროთ სების მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე გვსტუმრობს გადაცემაში. თამთა მოგესალმებით, პირველ რიგში უღმესი მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. მოგესალმებით, ასევე მადლობა მოწვევისათვის და მივესალმებით თქვენ მაყურებელს. თამთა მინდა რომ დავიწყოთ საუბარი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით ჩვენმა მაყურებელმა იცის რომ რეფინანსირების განაკვეთი შენარჩუნდა უცვლელად 8.25%-ზე. აი მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით რა იყო ის ძირითადი არგუმენტები რის გამოც ეროვნულმა ბანკმა მიიღო ამ განაკვეთის უცვლელად ამ პროცენტზე დატოვების გადაწყვეტილება? პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ 8.25% ეს არის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ამას ვაფასებთ იქიდან გამომდინარე, რომ წონასწორული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის 7% და ანუ შესაბამისად ჩვენ უკვე გვაქვს გამკაცრებული პოლიტიკა და გუშინდელ სხდომაზე შევინარჩუნეთ გამკაცრებულ პოზიციაზე. ძირითადად თუ რა არის განსაზღვრელი ჩვენი გადაწყვეტილების, რა თქმა უნდა, ეს არის მიმდინარე ინფლაციური ტენდენციები და ასევე სამომავლო პროგნოზები და რისკები. მიმდინარე ტენდენციები როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი მონაცემებით რაც გვაქვს ივნისის მდგომარეობით ინფლაცია იყო 5.8%, თუმცა აქ ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ინფლაციის მიზნობრივი 3%-დან გადახრა, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელია, მეტწილად განაპირობებს ენერგორესურსების ფასები, რომელიც მომდინარეობს საგარეო მდგომარეობიდან. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მსგავსი ტიპის ეგზოგენურ საგარეო შოკებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით არ პასუხობენ, რადგანაც ეს წვლილი, რაც ენერგორესურსებიდან მომდინარეობს, არის გარდამავალი, მასზე ზეგავლენის მოხდენა ვერც ერთი ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთს არ აქვს შესაძლებლობა რომ მოახდინოს და შესაბამისად ცენტრალური ბანკები მხოლოდ მაშინ, როდესაც წარმოიქმნება მეორე რაუნდის ეფექტები ან ინფლაციური მოლოდინების რისკები, სწორედ ამას პასუხობენ. ეროვნული ბანკის პოზიცია არის, რომ ჩვენ უფრო პრუდენციულ მიმართულებას ვირჩევთ, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ფაქტორებიდან მომდინარეობს მაისის სხდომაზე პრევენციულად ცირედით გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა, რათა ინფლაციური მოლოდინები იყოს მართული და ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის მიმართული იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ეს საგარეო ფაქტორი აღმოიფხვრება და მისი წვლილი ინფლაციაში არ იქნება, ინფლაცია დაუბრუნდება სწრაფად 3%-იან მაჩვენებელს. კი ბატონო, თქვენ ახსენებთ წონასწორული 7%-იანი მაჩვენებელი, ხომ? თამთა დაახლოებით რა პერსპექტივაში, რა პერიოდში ელოდებით, რომ ამ მაჩვენებელს დაუახლოვდება? საშუალოვადიანი პერიოდი არის ძირითადი ორიენტირი, მას შემდეგ ჩვენ რაც დავინახავთ, რომ ეს საგარეო ეფექტები ამოიწურება და ინფლაცია დაიწყებს დაბრუნებას 3%-იან მაჩვენებელთან, შემდგომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ დავიწყოთ 3% განაკვეთის ნორმალიზება. კი ბატონო, პრეს-რელიზში, რომელსაც ტრადიციულად ავრცელებს ხოლმე ეროვნული ბანკი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, იქაც ჩვენ ამოვიკითხეთ, რომ წელს საშუალო წლიური ინფლაციის დონე პროგნოზირებულზე მაღალი იქნება. ესეთი მოლოდინები აქვს ცენტრალურ ბანკს. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ განმარტება, ძირითადად რა ფაქტორები ახდენს გავლენას ინფლაციაზე და არის თუ არა ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქვეყნის ეკონომიკისთვის? მიმდინარე მდგომარეობა, რაც არის გეოპოლიტიკური მწვავე მდგომარეობა, თუ როგორ გადმოეცემა მაგალითად საქართველოს ეკონომიკას, პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასები საკმაოდ გაიზარდა წლის დასაწყისიდან შედარებით, პირდაპირ გადმოცემა აქვს საწვავის ფასებზე, ენერგორესურსების ფასებზე და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ საქართველოში, ანუ გლობალურად ამან ინფლაციური გამოწვევა ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად დააყენა. 5.8%-დან დაახლოებით 1.3% პუნქტი სწორედ ანუ საწვავის ფასებიდან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე, მოველით იმას, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია დაახლოებით საშუალოდ 5.2% იქნება, ხოლო მომავალ წელს საშუალოდ 2.7%-მდე შემცირდება. კი ბატონო, თამთა მომსახურების ინფლაციაც გაზრდილია. დაჩქარდა 4.1%-მდე, ამ მიმართულებით როგორი მოლოდინები აქვს ეროვნულ ბანკს? მომსახურების ინფლაციას და საბაზო ინფლაციას პრეს-რელიზებშიც ხშირად ამოიკითხავთ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ცენტრალური ბანკები როგორც წესი ესეთი ეგზოგენურ ფაქტორზე, როგორიც არის გლობალურად მიმდინარე პროცესების გადმოცემა, მას მონეტარული პოლიტიკით არ პასუხობენ, რადგანაც
მხოლოდ გარდამავალი ეფექტი აქვს, თუმცა ჩვენთვის მთავარი მიზანი არის, რომ ინფლაციური მოლოდინები და ინფლაციური პროცესები იყოს მართული, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ საგარეო შოკიდან გამოწვეული ინფლაციური შოკი არ გადაიზარდოს უკვე ფართომასშტაბიან ინფლაციურ პროცესებში. სწორედ აქედან გამომდინარე, საბაზო ინფლაცია და მომსახურების ინფლაცია არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რითაც ვაფასებთ თუ როგორი არის ადგილობრივი ინფლაციური პროცესები. ვხედავთ, რომ საბაზო ინფლაცია 3%-თან ახლოს ნარჩუნდება, თუმცა მომსახურების ინფლაცია მცირედით არის დაჩქარებული. ანუ აქაც მინდა აღვნიშნო ის, რომ გარკვეულწილად ამ საგარეო ფაქტორს არაპირდაპირი გავლენა მომსახურების გარკვეულ კომპონენტებზე აქვს, იმიტომ რომ ენერგორესურსები პროდუქტების წარმოებისას, მათ შორის სხვადასხვა ტიპის მომსახურებისას ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი არის მათი პროდუქტის წარმოებისა და არაპირდაპირ მათაც გადაეცემათ. თუმცა აქ მოლოდინი გვაქვს, რომ მას შემდეგ, რაც საწვავის ფასები და გეოპოლიტიკური მდგომარეობა დასტაბილურდება, ეს არაპირდაპირი ეფექტების გავლენა მომსახურების ინფლაციაზე და ასევე საბაზო ინფლაციაზე, ესეც ამოიწურება და ეს ეფექტი შემცირდება. კი ბატონო, მიმდინარე ფასებში რამდენად სრულად არის ასახული როგორც ელექტროენერგიის გაძვირება, ისე საწვავის, თქვათ, მაღალი ნიშნული საწვავის ფასებს გულისხმობ, თუ კიდევ ველოდებით, რომ აქედან მომდინარე ეფექტები კიდევ უფრო ასახვას პოვებს მიმდინარე ფასებში. ენერგორესურსების ფასები, რაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარეობს, მოგეხსენებათ, რომ იყო გარკვეულწილად ჯერ პიკურად ბრენდის ფასი $100-ზე ავიდა, შემდგომ შემცირდა, შემდგომ რეესკალაციის შედეგად კვლავ გაიზარდა. ანუ ეს გაძვირების პირველი ტალღა, რაც იყო საწვავის გაძვირების ეფექტი, სრულად არის გადმოცემული საქართველოს ბაზარზე. ეხლა ვაკვირდებით ჩვენ მიმდინარე მოვლენებს, ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეესკალაცია მოხდა გეოპოლიტიკური მდგომარეობის, ბრენტის ნავთობის ფასი წინა ესკალაციის პერიოდთან შედარებით, მაინც შედარებით უფრო დაბალი არის. პირობითად წინა ესკალაციის დროს მაქსიმუმი ბრენტის ფასი $100-მდე გაიზარდა, ეხლა კი $90-მდე და საშუალოდ $85 ფარგლებში არის. ამიტომ შესაბამისად თუ ეს მდგომარეობა თუნდაც ამ ნიშნულზე შენარჩუნდება, პირიქით მოლოდინი გვაქვს, რომ ენერგორესურსების ფასები სხვა თანაბარ პირობებში გარკვეულწილად უნდა შემცირდეს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ეს აპრილშივე ესიერად აისახა მათი პირდაპირი გავლენები, რაც არის საწვავის ასევე ელექტროენერგიის, უკვე სრულად არის ასახული ინფლაციაში. კი ბატონო, და ამ საერთო ფონის გათვალისწინებით რამდენად თვლის ეროვნული ბანკი, რომ ფასების სტაბილურობისთვის ის მონეტარული, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტებს, რასაც იყენებს, არის საკმარისი. თუ სხვა, ასე ვთქვათ, სრულებსაც განიხილავთ, რომ უზრუნველყოთ სამხარებლო ფასების სტაბილური დონე ქვეყანაში. პოლიტიკის განაკვეთი არის ნომერ პირველი და მთავარი ინსტრუმენტი ჩვენთვის და თუ დავინახავთ, რომ ინფლაციური მოლოდინები, როგორც აღვნიშნე, ჩვენ პრევენციულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესები ყოვლის მომცველ ინფლაციურ პროცესებში და ინფლაციური მოლოდინების ზრდაში არ გადასრდილიყო, ვაკვირდებით ინფლაციური მოლოდინების ინდიკატორებს, უკვე ვახსენე საბაზო ინფლაციის შესახებ, ასევე თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვიურ გამოკითხვასაც ვაწარმოებთ ინფლაციური მოლოდინების დაკვირვების გამო სხვადასხვა კომპანიებს ვეკითხებით თუ რამდენად აპირებენ ისინი თავიანთი ფასების ცვლილებას, ასევე რა მოლოდინები აქვთ ინფლაციასთან დაკავშირებით და აქაც ვხედავთ, რომ კლებადი ტენდენციაა. ანუ დღევანდელი მდგომარეობით ინფლაციური მოლოდინები მართული არის და თუ დავინახავთ, რომ გაძლიერდება ან დამატებითი რისკები წარმოიქმნება, ჩვენ მზად ვართ, რომ პირველ რიგში ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი პოლიტიკის განაკვეთი გამოვიყენოთ ამის საპასუხოდ. კი ბატონო, თამთა მინდა გითხოთ ასევე რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე, ხომ არ აპირებთ რაღაცა ამ მიმართულებით გადახედოთ თქვენ სტრატეგიას და უფრო მეტად მისცეთ ლარს გამყარების შესაძლებლობა, თუ თვლით, რომ დღეს არსებული კურსი, ასე ვთქვათ, წონასწორობის კარგი წერტილია და თუ ესე თვლით, რატომ? დიდი მადლობა ამ კითხვისათვის. საკმაოდ გაძლიერდა ამ მიმართულებით. ბევრი შეფასებები ისმის, თითქოს ისმის შეფასებების, რომ რეზერვების დაგროვების პოლიტიკა ხელს უშლის გაცვლითი კურსის გამყარებას და აქ ძალიან მკვეთრად მინდა ერთ ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება, რომ რეზერვების შევსება არა თუ ხელს უშლის კურსის გამყარებას, პირიქით არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს ლარის კურსის გამყარებას და განმარტავ ახლა რატომ ვამბობ ესე, რომ პირიქით ხელს უწყობს. კარგად
მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საკრედიტო სარეიტინგო კომპანიები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობენ რეზერვების ადეკვატურ ფლობას და რეზერვების მაღალ დონეზე შენარჩუნებას. ბოლო პერიოდში ფიჩმა და ასევე ივლისის თვეში მუდისმა ქვეყნის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურამდე და ძირითადი ერთ-ერთი მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორი განსაკუთრებით ფიჩის შემთხვევაში ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ იყო რეზერვების ზრდა. ანუ მაღალი რეზერვი ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტორი, ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორი და სადაზღვეო ბუფერი და ინვესტორების ნდობისთვისაც პოზიტიურად აისახება და ჩვენ ვხედავთ, რომ ფინანსურ სექტორში საკმაოდ ძლიერი არის ინვესტორების დაინტერესება, ისინი შემოდიან ქართულ ბაზარზე, აი მაგალითად თუ შევხედავთ სახაზინო ობლიგაციებს, მთავრობის სახაზინო ობლიგაციებსაც საკმაოდ გაიზარდა უცხოელების წილი თითქმის 8%-მდე ავიდა, მაშინ როდესაც ძალიან დაბალი იყო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რეზერვების დაგროვების პოლიტიკა მნიშვნელოვანი არის ფუნდამენტურად თუნდაც კურსის სტაბილურობისთვის და კიდევ ერთსაც დავაზუსტებ, რომ ეროვნულ ბანკს ისეთი ინტერვენციების პოლიტიკა აქვს, რომ კურსი წესის მიხედვით კურსი ჯერ უნდა გამყარდეს და მხოლოდ ამის შემდგომ გვაქვს ჩვენ ჩარევის შესაძლებლობა. თამთა ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. სხვა დროს ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ყველა აქტუალურ საკითხზე მსჯელობისთვის და მათ შორის რომ ჩვენი პლატფორმა დაგითმოთ ამ კითხვებზე საპასუხოდ. მადლობა კიდევ ერთხელ თამთა სოფრომაძეს, ის სების მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსია.